რა არის შენთვის მამული ენა და სარწმუნოება? მამული ენა სარწმუნოება არის ის ტრიადა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წარმოადგინა როგორც მთავარი პოსტულატი ამ ქვეყნის საჭიროებების და გადარჩენის. შენ რო ხელისუფალი გახდე, ამ ტრიადას წაყვები? ეს უნდა იყოს. საქართველოში ტრიადებით მართლობა. აბა ენა მამული და ერთობაო რო თქვეს, მაშინ იყო ესეთი ისინი. ღმერთის სამშობლო ადამიანს რასერჩი? აი მაგალითად ჩვენი დღევანდელი პატრიარქის ტრიადას რასერჩი? არაფერს არ ვერჩი. მაშინ მე ხო სოლიდარიზება გითხრა რომ იგივეა ფაქტიურად რა. არა, იგივე არ არის. როგორც სარწმუნოება ღმერთია, სამშობლო მამულია და ადამიანი კიდე ყველაფერია ერთად. ხო და ყველაფერი რო ერთად ის არ არის იმ ტრიადაში და მე მაგალითად თქო, თუ რამე ტრიადას ავირჩევდი, იქ ადამიანიც იქნებოდა. იმიტომ რომ ჩემთვის თავარი ღირებულება ადამიანია. მამული რა არის შენთვის? ადამიანი არ არის? არა, მამული ადამიანი არ არის. აბა რა არის შენთვის? მამული ძალიან ყველაფერია, ადამიანიც არის, ბუნებაც არის, სულიერი მდგომარე, ყველაფერი არის მამული. ვაფასებ, განა ცუდია კაცო. უბრალოდ ტრიადებით მართლობა და ლოზუნგებით მართლობა ნაცებს ჰქონდათ ეს რაშა ლოზუნგია? საქმე და კომუნისტები. ეს არის უბედურება. არა. ამის საწინააღმდეგოს არაფერს არ ვიზამ, რაცაც ეს კონტექსტი გულისხმობდა. ეს არ დაკარგოთო და არა ევიტო. მე ხوار მომბა რომ დავკარგოთ მეთქე. თქვენ მეუბნებით რომ ამით მართავ ქვეყანასო და არა, ამით მართავ ქვეყანას არ მეთქვია. ეს უნდა იყოს საფუძველი იმისი, რითიც მართავ რა. ეს თელი იდენტობის ამბავია. ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანის რასერჩი. ანუ ჩვენ ხო ასე ბევრი აფორიზმი შეგვიძლია ვთქვა. არა, რა შუაშია. შოთა რუსთაველიდან შეგვიძლია ისეთი რაღაცა გითხრა რომ თქვა რომ ამით უნდა მართოთ. რა შეგიძლია? არ შეგიძლია. არა, სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად. რა შეგითხარი შოთა რუსთაველიდან რაღაცა. ამას მეფეო დავიყვარგი ძებნად ჩემგან საძებრისად რომ მე-12 საუკუნეში მეფეს ეუბნება ვიღაცა ადამიანი რომ მოყვასი საძებნელად უნდა წავიდე მიუხედავად შენი ბრძანებისაო. რატო არ არის ეს რამეზე რა არის უფრო მაღალი ქართულ ლიტერატურაში? სამყაროში რა არის უფრო მაღალი ამ დროს ნათქვამი? მე ხო არ გეწინააღმდეგები კაცო, სისულელია მეთქი ხო არ ვამბობ. მაგარია, მის დროს კიდე უფრო მაგარი იყო, კიდე უფრო მაგარი შინაარსი ჰქონდა, მომავალშიც სულ ექნება შინაარსი, მაგრამ ახლა ქვეყანას ამ სამეულის მიხედვით მართავ თუ არა, რავი, ქვეყანა როგორც წესი კონსტიტუციის მიხედვით უნდა იმართებოდეს, სადაც ასეთი პრინციპები, ბევრი ასეთი, რა ვიცი, შრომა ცოდნა თავისუფლება კახაბენდუქიძის რა არ უნდა იყოს გათვალისწინებული. ღმერთის სამშობლო ადამიანი ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული. იგივეა თქო, ღმერთის სამშობლო ადამიანი. არა, იგივე არ არის, ადამიანი ხახსენები არ არის. ამიტომ ილია ჭავჭავაძეს ადამიანის მეტი რა უხსენებია ბევრგან. ოღონდ ამ ტრიადაში არ არის, ამ ტრიადაში სხვა რაღაცაა გადასაწყვეტი. თუ არ ვცდები, ეს არის ის კონტექსტი, როდესაც ისტორიული აჭარა დავიბრუნეთ და რაღაცნაირად აი ეს ამ კონტექსტშია ნათქვამი და ბევრი სხვა კონტექსტების დროს ბევრი კარგი რაღაცა გვაქვს ნათქვამი და ყველა უნდა იყოს კონსტიტუციაში.